ლიზა კვესელოვა უძღვები, აკაკი ჩარგეიშვილი ეკონომიკური სამართლის ანალიტიკოსი შემოგვერთა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო აკაკი, მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. გადაცემის ამ ნაწილში მე მინდა დემოგრაფიულ პრობლემებზე ვისაუბროთ, რომელიც საქსტატის მონაცემებით უმძიმესია ჩვენს ქვეყანაში, ასევე იმ კვლევებზე და იმ ციფრებზე, რომელიც გვეუბნება, რომ სულ მალე საქართველოში ქართველი უმცირესობაში იქნება და რაც მთავარია, ეკონომიკური საფუძველი, რომელიც აი ამ დემოგრაფიულ პრობლემებს უდევს სარჩულად. აი ამაზე მინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, რომ დემოგრაფიული პრობლემები უნდა მოგვარდეს, უნდა გამოსწორდეს, თუმცა სახელმწიფოებრივ დონეზე რა კეთდება ამისთვის, თუნდაც ეკონომიკური ხელშეწყობა თუ ხდება ოჯახების მაგალითად, რომლებიც სამწუხაროდ 10-დან 6 ინგრევა ხოლმე ბოლო დროს აღრიცხული ქორწილის და ასე ვთქვათ განქორწინების იმ სტატისტიკასაც თუ ავიღებთ. თქვენი შეფასება ამ თემებზე როგორია? პირველ რიგში მოგესალმებით. გილოცავთ ყველა დღესასწაულებს, რაც გვაქვს, რაც გქონდა და აღდგომის ხანალი დღესასწაული მოგზანდება. კი ბატონო, გმადლობთ. ბოდიშს გიხდით იმის გამო, რომ იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ შეიძლება ემოციური ვიყო, იმიტომ ამ თემებზე არაერთხელ დამიწერია მითქვამს და ძალიან ნერვიულობ და ვღელავ, რაც შეეხება დემოგრაფიას. იმიტომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს, არის თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ამას არ ვაკეთებთ, უნდა იყოს და მინდა დავულოცო ყველა ის ოჯახი პატიოსნა წესერად, რომელიც უძღვება თავის კერას, უძღვება თავის შვილებს და უსურვო რომ უნარი და ძალა კონდეს იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი ნამატი მიცეს ჩვენ ქვეყანას. სამწუხარო არის ის, რომ მოდის შვილების თაობა და პრაქტიკულად არ ჩანან შვილები, იმ გამონაკლისების გარდა, რაც 1-2 რაღაც აქტიურობა უარყოფით დადებითი სხვა შესაძლებელია, მაგრამ არ ჩანან და არ არიან რეალურად წარმოდგენილები იმ ჟრიამულით, იმ ხიარულებით, რაც ჩვენ გვახსოვს, თუნდაც ჩვენს ბავშვობაში, არც მაშინ გამევრჩეოდით დიდად დემოგრაფიულად ძლიერად, თუმცა ახლა საერთოდ. რამდენიმე ასე ვთქვათ პასაჟზე გავამახვილებ ყურადღებას, მართლა ძალიან სანერვიულო თემა არის ჩემთვის და ბევრისთვის ვინც გვისმენს დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ პირველ რიგში, როდესაც დემოგრაფიულ სიმცირეზე ვსაუბრობთ, რომელ საქართველოში ვსაუბრობთ დემოგრაფიულ სიმცირეზე, რომელია ჩვენი საქართველო და სად ვართ ცოტა. აფხაზეთი ოკუპირებულია და სტატისტიკა აქ არ მოქმედებს. სამაჩაბლო ოკუპირებულია და სტატისტიკა აქ არ მოქმედებს. იყო პერიოდი შევარდნაძის მმართველობის დროს, როდესაც ბევრი ქართველი ოჯახი გავიდა ქვეყნიდან და ჩვენ ხედავთ სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებულ ქართველებს და ისინი ყველანი ჩვენი ქვეყნის შვილები იყვნენ იმ პერიოდისთვის და იმ დროისთვის და სამწუხაროდ დღეს ხო გვარით თუ არიან თუ სახელები წარმოდგენილები. შემდგომ იყო ის რეჟიმი, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობთ ხოლმე და იმ პერიოდში აგრეთვე სამწუხაროდ მოხდა გადინებები და დღევანდელი პერიოდი, აგერ უკვე 12-13 წელია პრაქტიკულად შრომის უნარიანი და ნაყოფ უნარიანი ადამიანები აბსოლუტურად გაკრეფილი არიან ქვეყნიდან. ამას ემატება ის, რომ არანაირი მე სამართლებრივ ჩარჩოებში მინდა ეს მოვაქციო, არანაირი სამართლებრივი წყარო წამახალისებელი იმისა, რომ ეკონომიკური, სოციალური კეთილდღეობაში მოაქციოს თუნდაც ის ადამიანები, ვინც თქვათ აპირებენ დაოჯახებას, ოჯახის შექმნას, დემოგრაფიულობის თვალსაზრისით რომ შეუქმნას სიმსუბუქე სახელმწიფომ, ან თუნდაც მრავალშვილიანები ვინც არიან, წლებია მაქვს ინიციატივა, რომ ქართველ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ერთგვარი საგადასახადო შეღავათები იყოს, იმიტომ რომ თვით დასაქმებაში დღეს ბევრი რესურსი იდება ადამიანების მხრიდან, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ შეიძლება ესა თუ ის სამსახური სტაბილური არ იყოს და ამიტომ თვითონ ცდილობენ ადამიანები ერთგვარად განვითარებას, ეკონომიკური რაღაცის მოპოვებას, ასე ვთქვათ, კეთილდღეობის, მაღაზიები იქნება ეს, ბაზრობები თუ ასე შემდეგ, იგივე სოფლის მეურნეობაში სხვა და რაღაც წილად რომ ეს ადამიანი საშემოსავლო გადასახადის თუნდაც ნახევრით მაინც მით უმეტეს რომ აი
პირად მაგალითზე რომ გითხრათ, მრავალშვილიანობის შემთხვევაში თუ კი ადამიანი ვეტერანია და ოჯახი ვეტერანის ოჯახი არის და ასე შემდეგ და ამ მრავალშვილიან ოჯახს რატომ არ შეიძლება რომ თუნდაც საშეღავათო იგივე საგადასახადო რეჟიმი კონდეს და არ იყოს წარმოჩინებული და წარმოდგენილი ისე როგორც ზოგადად თქვათ ერთ ჩვეულებრივი ადამიანისთვის ტვირთი ცხოვრების აბსოლუტურად განსხვავდება იმ ტვირთისაგან, როდესაც თქვათ მრავალშვილიან ოჯახთან გაქვს საქმე და მისი თქვათ მოვლა, კვება დღეს საერთოდ საშინელებები მოვისმინეთ ამ კლინტებთან და რა ტიპის დემოგრაფიულობა შეიძლება იყოს ქვეყანაში, როდესაც დამცინავი ცინიზმით დამოკიდებულება არის ხოლმე, გრძნობ ხოლმე ამ ასე ვთქვათ განწყობებს სამწუხაროდ ყველასგან არა, მაგრამ იმისგან, ვისგანაც ეს არ გვეკუთვნის და არ უნდა იყოს, რომ რამენაერ წახალისებაზე რო ისაუბრო და რაღაც ძალიან მარტივი მაგალითი უწმინდესმა რამდენიმე წლის უკან მაშინ ესე ვთქვათ შემოიღო ესეთი არაჩვეულებრივი ხალხისთვის და დემოგრაფიისთვის და ჩვენ წამახალისებელი პირობები, რომ მესამე შვილის არსებობის პირობებში უშუალოდ პატრიარქი გახდება ნათლია იმ ბავშვისა, იქნება ეს მდედრი, მამრი მნიშვნელობა არ აქვს, თავარია შვილი იყოლია მესამე შვილი, შემდგომი რა მეოთხე შვილზე ბიჭი თუ არის პატრიარქის ტახტის მცველად არის კურთხეული და ასე შემდეგ და ანუ ეს მომენტები შემოვიდა და თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჩემი და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის სიხარულს როგორი განწყობა იყო ამ ყველაფრისთვის მზაობა იმისა და მიახლოებით 7 წელი სადღაც ესე შემიძლია თქვა 10 წლამდე მიახლოებით 10 წელი ამ ასე ვთქვათ განწყობამ საზოგადოებაში იმოქმედა, იმუშავა, ჩვენ მუდმივად ვხედავდით, შეგახსენებთ ალბათ ელემაყურებელსაც და თქვენ მსმენელსაც, პატივისცემით, რაოდენ საინტერესო იყო ინფორმაცია, რომ ნათლისღების პერიოდში მოინათლა საპატრიარქოში, თქვა დასახელებული იყო ბავშვების რაოდენობა. შემდგომ, თქვა აღდგომის შემდგომ პერიოდში გეორგობას ანუ რაღაც ესეთი ტიპის სასიამოვნო დამთხოვები იყო ხოლმე და საპატრიარქო ამას საჯაროდ აცხადებდა, რამდენი რაოდენობის ბავშვი მოინათლა კონკრეტული პერიოდში, კონკრეტულად იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც უწმინდესმა გამოაცხადა. სამწუხაროდ სად გადაუვარდით სად ვართ დღეს აბსოლუტური უნიათობა. მე არ ვიცი რა შეიძლება ამას დავარქვა ჩვენ ცხოვრობ, ჩობლები ვარ, ჩვილები გვესდებიან, ამაზე ვნერვიულობთ, ხვალინდელი დღე როგორ იქნება, იმიტომ რომ შვილისთვის ყველას გვინდა კვეთილდღეობა და ამისთვის ცხოვრობ და ომი იმიტომ გავიარეთ და ამ ყველაფერს იმიტომ გავდივართ, რომ რაღაც მშვიდობიანი და კვეთილდღეობის სოციალური, ეკონომიკური პირობები მივცეთ ჩვენს მომავალთაობას და სად მივედით? სახელმწიფო არანაირად არ დაუდგა საპატრიარქოს გვერდით. ბოდის ვიხდი, მიმიფურთხებია იმ ხელისუფალისათვის, რომელიც ეკლესიას ამოფარებული 17 მაისი იქნება ეს თუ რაღაც სხვა ისეთი დღეები, სადაც თითქოს და ასე თქვა თვალთმაგცური, მლიქნელური, არაეკლესიური საშინელებაში ეხა ბიზნესები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს კიდევ რაღაცა ეს ბოლო პერიოდი და არა მართლმადიდებლურია და არა ქრისტიანულია ბიზნესები ერთმანეთს რაღაც კლინტზე და ბოდიში ძროხამ ჭამა თუ ქათამა ჭამა და მე ვისრავ აჭამი ამაზე ერთმანეთს უპირისპირდებიან და ადამიანს თავაზობრივ საჭმელად ხელისუფალი ხო საერთოდ ხო ხელისუფალი კი საერთოდ ესე იგი ისე მიაგდეს ისე მოკლეს პატრიარქის ეს განწყობა რომელმაც ადამიანებში რაღაც კეთილდღე შეიძლება ამას მატერიალური რესურსი ადამიანებისთვის არ მოუტანია, ხო? თუმცა რამხელა სტიმული არის ოჯახებისთვის, ქრისტიანებისთვის, მართლმადიდებლებისთვის, თაობებისთვის, რომ პატრიარქის სიგელი აქვს ნათლობის სახში და მე იზრდება ეს ბავშვი და ასე შემდეგ და რამხელა სიხარული არის თუნდაც ყოველგვარი მატერიალურის გარეშე მორალური, ხო? იმიტომ ბევრ რამეს ასე ვთქვათ, მიჯაჭვულობასაც აჩენს გარკვეულწილად სულიერების მიმართ
და მართლმადიდებლობის მიმართ ასეთი ნაბიჯები. აი დღეს ეს ინიციატივა, აი მითხარით, ხა ფორმალურად შეიძლება რაღაცა მოხდეს და ისევ მოინათ, მაგრამ არის აბსოლუტურად მკვდარი, არავის არ გვახსოვს, რომ თურმე შეგვიძლია აი ეს ნაბიჯი გადავდგათ და ესე მოხდეს. არანაირი წახალისება სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიას არ აქვს და ამ რიქნელობით გამოვდივართ, რომ ჩვენ აი მართლმადიდებლები ის ტუტუცი ახალგაზრდები რაღაცებს მიტინგებზე ამბობენ, ასეთი თაობა ისეთ და აბსოლუტურად მკვდარი ესეთი მიდგომა არის აი ამ საკითხის სახელმწიფო ვერაცნობიერებს, რამდენად მძიმედ დგას ეს პრობლემა, რამდენად მწვავეა ეს პრობლემა, იმიტომ რომ გაეროს პროგნოზით გვახსოვს ჩვენ, ხო, 2050 წლისთვის საქართველოში ქართველები იქნებიან უმცირესობაში. როდესაც აი ასეთი კვლევები, აი ასეთი შეფასებები გვესმის, ეს ბუნებრივია უნდა იწევდეს პოლიტიკოსების ინტერესს. ნომერ პირველ და მთავარ საკითხად უნდა იყოს დემოგრაფიული პრობლემები განხილული და შემდეგ სპეციალური ზომები იქნეს მიღებული, როგორ შეიძლება ვთქვათ დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება, რა იწევს მაგალითად და ის იწევს, რომ ვთქვათ ბავშვის კვების და ბავშვის მოვლის საშუალებები იყოს ხელმისაწვდომი ყველა ოჯახისთვის და სოციალური მდგომარეობა იყოს გაუმჯობესებული, პროდუქტები ხელმისაწვდომი იყოს და ასე შემდეგ, ხომ? ეს ყველაფერი მჭიდროდ არის ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებული. მივდივარ იქეთკენ, იმიტომ თქვი, რამდენიმე პასაჟი მექნება, ეს გულის ტკივილი არის, ძალიან დიდ ბოდის გიხდით, რომ შეიძლება ძალიან მძიმედ საუბრობ ამ თემაზე. არა, მისმის. ნუ მაწუხებს და ბევრს აწუხებს. აი უყურეთ, მე თვითონ პირადად იცი თქვენ აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ და სტატუსით ვეტერანი ვარ. თავდახრილი ვარ ბევრი გარემოების გამო, როგორც ტერიტორიული მთლიანობის რეალურად, ასევე ჩემი ჯარისკაცების და სხვა იმ გარემოების მიმართ ცხადია, რაც გვაქვს დღეს და უყურეთ რა მდგომარეობა. პირველი რაც დავიდე მიზნად, აი როდესაც გამოვედი, ასე ვთქვათ, სოხუმიდან, რამ შეიძლება გადაარჩინოს ჩემი ქვეყანა. ეს არის ორი ფაქტორი, რასაც მე ესე გულით სიამოვნებით ვისაუბრებ ყოველთვის ამ თემაზე, რა თქმა უნდა, ცოტა ემოციით. ეს არის დემოგრაფია, იმიტომ რომ ცოტანი ვართ ტერიტორიული მთლიანობისთვისაც და აფხაზეთს თუ ვუყურებთ ისე როგორც ჩვენ ტერიტორიას და გვინდა რომ იქ დავბრუნდეთ სამოჩაბლოს უყურებთ გვინდა ვინ ქართველი უნდა შევიყვანოთ იქ და ვინ ჩვენი მოსახლე უნდა შევიყვანოთ ვიღა და თითზე დასათვლელები დავრჩით და აქ ვერ ყოფნით ასე ვთქვათ თბილის და სოფლებია დაცარელებული რაჭაში ავდივარ იმერეთის სოფლებში დავდივარ სამცხე-ჯავახეთში გავდივარ ნუ ას დაცლილია საერთოდ ადამიანები არ არიან ეხლა აქ თბილისში შეიძლება რაღაც საცობები გვაწუხებს და ამის გამო ვფიქრობთ რომ სიჭარბეა ადამიანების მაგრამ რეალურად ეს ხო ესე არ არის რა. ანუ აქედან გამომდინარე დაცლილია აბსოლუტურად ყველაფერი და ეს დემოგრაფიულობა თუ არ გვექნება, ტერიტორია როგორ გვექნება, ხო? ანუ ეს უზარმაზარი პრობლემა ერთი და მეორე განათლება. ანუ ადამიანები ჩვენ გვჭირდება ბრძენი ადამიანები, განათლებული გონიერი ადამიანები, რომ ეს დავძლიოთ ყველა ეს პრობლემა. რაც შეეხება იმას, რომ სოციალური პაკეტი როგორია ამ ადამიანებისთვის და ეკონომიკაზე ხელმისაწვდომობა, აი ხომ გითხარით პირდაპირ რომ საგადასახადო კუთხით არანაირი არ არსებობს წამახალისებელი პროგრამები სახელმწიფოს მხრიდან აბსოლუტურად არანაირი არ არსებობს მე შემიძლია უამრავი ასე ვთქვათ ნორმალური ქვეყანა და თუნდაც მტერი ქვეყანა ჩრდილოეთი რუსეთი მოვიყვანო მაგალითად როდესაც მესამე ბავშვის პირობებში სახელმწიფო სპეციალურად პროგრამას რთავს ამისთვის რომ მიწის ნაკვეთი გამოუყოს და თანხა მიცეს ამის გარდა მაგალითად იპოთეკები ჩვენთან რო ეს სესხების და ადამიანების გაჭირვების და გამოსახლების და მევახშეების, არ ვიცი, ბანკების და ასე შემდეგ პრობლემები და სიმსივნის დასაძლევად იპოთეკებს იყენებენ ადამიანები რო თურქეთში და სხვა ქვეყანაში წავიდნენ და რაღაცა იმკურნალონ და წამალი მიიღონ, მე არჩევათ ამის თანხა და გამოსახლების პირას დგებიან. რეალურად იპოთეკური პროგრამები რისთვის არსებობს, იმიტომ რომ ადამიანს ახალგაზრდა ოჯახი თუ კი იქმნება, შეუქმნას ისეთი პირობა 20-20
25-30 წლიანი, რომ მან ერთოთახიანი ბინა კი არ იყიდოს, მან იყიდოს თავიდანვე ღირსეული საცხოვრებელი და სახელმწიფო მას დაუდგეს გვერდით, რომ რამენაირად ამ ადამიანებმა ნორმალური მოცულობის ფარჩი თავიანთი ოჯახი, ეხლა დიდი საცხოვრისი, როდესაც გაქვს შედარებით, ეხლა დიდი არ ვამბობ, რაღაც უზარმაზარს, ხო? ანუ ისეთი პირობით, რომ უყურებ, რომ შეგიძლია კიდე ყავდეს ბავშვი, ერთი, მეორე, მესამე და ამ მოცულობის ფარჩი ისინი ადვილი მოსავლელები და ეხლა ერთოთახიან ბინაში 5 ბავშვის გაზდა ხო წარმოუდგენელია. აი პერსპექტივას ვერ ხედავენ და უკეთესი რა თქმა უნდა, ამიტომ რომ სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, მე მაგალითსაც მოგიყვანთ, იყო რამდენიმე წლის უკან, თუ არ ვცდები, პრემიერი იყო გახარია იმ პერიოდში, იპოთეკის პროექტებზე შემოვიდა სპეციალური დანამატი, ანუ თუ ეს იყო მრავალშვილიანი ოჯახისთვის, შეგეძლო რომ ბინა გეყიდა და სახელმწიფო გეხიდებოდა და რაღაცა ისე მოხდა, რომ იმ ერთად არის გახარიას თუ რის გამო გადააყორეს ეს პროგრამა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პრემიერი, შენ სახელმწიფო პროგრამა თუ ხარ და სახელმწიფო თუ ხარ და ეს თუ შენი პრიორიტეტია დემოგრაფია, გააგრძელე რა ეს პროგრამა რა და თუ არ აგრძელებ იმისთვის, მაშინ უკეთესი გააკეთე და უკეთესად გააგრძელე რა. აი ყველაფერი აბსოლუტურად სამწუხაროდ არის მკვდარი. ის კი არა საცხოვრისის მიღების მიზნით დემოგრაფიას რო თავი გავანებოთ, თქვენ გახსოვთ, 2 თვის უკან ადამიანმა თავი დაიწვა დევნილთა და განსახლების დეპარტამენტი ქვია თუ არ ვცდები ჯანდაცვის სამინისტროს შემავალი, ანუ ეს ტოულთა განსახლების სააგენტო რაც არის, თავი დაიწვა ბენზინი გადაისხა, რომელ დემოგრაფიაზე საერთოდ საუბრობთ, ხო, იმიტომ რომ არ აღირსეს 30 წლის განმავლობაში და ჩვენ ნახეთ, საშინელება იყო მისი ახლა ტელევიზიებით რო გაჟღერდა ეს და მის ოჯახში რა ფარჩი და საერთოდ საცხოვრო რომელ ანტი ყვებას თავი გავანებოთ, საერთოდ ანტი დაიძინება იმ ოთახში საერთოდ. აი ამ მდგომარეობაში ვარ და იმიტომ ძალიან დიდი ბოდიში ეს ემოცია მოდის ახლა ჩემგან, მაგრამ მოდის იმიტომ რომ ბევრი წლები ამაზე ვფიქრობ, რაღაც ნაბიჯები არის, რაღაც შესაძლებლობები არის, თუმცა ამყოლი არ არის და ცინიზმის მეტი არაფერი არის რა. აი ეს ინიციატივა თუნდაც აი ვეტერანებთან მიმართებაში რომ გითხარით, თუ არის ვეტერანი, იმიტომ რომ 2008 წლის ვეტერანები გვყავს, 93 წლის ვეტერანები, ისედაც ომიდან, ანუ ჩვენ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდნენ ჩვენი და ასე შემდეგ, თუ კი არის და თუ კი ოჯახ მიეცი რა შესაძლებლობა, ხო? მიეცი შესაძლებლობა შვილი, იმიტომ რომ ვეტერანზე უკეთესად ვინ შეიძლება შვილი გაზარდოს, ხო? იმიტომ რომ გავლილი აქვს ცხოვრების შავი ნაწილიც და თეთრი ნაწილიც, ხო? და აბსოლუტურად იცის რა მიმართულება უნდა ჩაუდოს თავის შვილს, რომ ფუნდამენტურად სიძლიერე შეუქმნას მას ამისთვის, ხო? აი აბსოლუტურად არაფერი, ძალიან გული მწყდება საპატრიარქოს და როგორ მართლმადიდებლურ ესეთ იმას ვაცხადებთ, რა ქვიან, თითქოს მლიქვნელურად როგორც ჩანს და აი პატრიარქის ეს ინიციატივა აბსოლუტურად ნიველირებული ემით, რომ არანაირი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან ამ პროგრამებს არ აქვს. რაღაც წამახალისებელი მაინც კაი თუ გრძელვადიანი არ იქნება, წამახალისებელი ერთჯერადი მაინც ხომ შეიძლება ამ ახალგაზრდა ოჯახებს, ვინც მესამე შვილით, მეოთხე შვილით წარმოჩინდებიან, ხო, საზოგადოებაში, რომ რაღაც შესაძლებლობა მისცე ბახთან მიმართულებით მიცე შესაძლებლობა სწავლება დღეს ხშირ შემთხვევაში ფასიანია და მიცე ამის შესაძლებლობა და ამ შემდეგ ერთადერთი რაც სოციალურად დაუცველი უნდა იყოს, ანუ ყველაზე გაჭირებული, ყველაზე რაღაც წყალთან მიახლოებული, რაღაცა უკიდურეს მდგომარეობაში, რომ იქ რა არ ვიცი ხა რამდენი არის დახმარება საპენსიო სოციალური, რომ იქ და რატომ მაინდა-მაინც ამ ადამიანებს, რომელიც ჩვენი ჯანსაღი საზოგადოების ნაწილი შეიძლება იყოს 5-6 წელიწადში უზარმაზარი დემოგრაფიული სურათი შეიძლება გაიშალოს ქვეყანაში, რატომ მაინდა-მაინც რაღაც აქცევს სადღაც კუთხეში, ჩიხში და და საინტერესოა კიდევ რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი კლებაში მიდიოდეს და არა პირიქით მატებაში და მუდმივად აი ამ სოციალურ დახმარებაზე შემყური ხალხი არ არსებობდეს ქვეყანაში. მე მესმის ძალიან კარგია, როდესაც ამ ადამიანებს დახმარების სახით ეს დახმარება ეძლებათ, თუმცა სახელმწიფო იმდენად უნდა განვითარდეს, რომ ეს დახმარება არ სჭირდებოდეთ ჩვენ ქვეყანაში ადამიანებს და მზარდია ეს რიცხვი. წამახალისებელი ძალიან ბუდის გიხდით, სახელმწიფო შესანიშნავად არის დღეს განვითარებული. გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტი, გვაქვს რეგიონალური ადგილობრივი ბიუჯეტები, გვაქვს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტები, გვაქვს მიწა, გვაქვს ცა, გვაქვს წყალი, ანუ ყველა რესურსი გვაქვს იმისთვის, სახელმწიფო არის
გასაგებია რომ ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიები და ასე შემდეგ, თუმცა უხელფასოდ საქართველოში თუ კი ვინმე მუშაობს, არა, ეხლა გაკმაყოფილებს ხელფასი ეს სხვა არის, თუმცა ის დონე ჩვენ გვაქვს დღეს იმის უნარი და შესაძლებლობა, რომ არ ვამბობ ეხლა სოციალურ დახმარებაზე, მე ვამბობ წამახალისებელ პროგრამებზე, რომ ადამიანებს, აი 20-25 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც ოჯახის შექმნის სურვილი აქვთ, მივცეთ შესაძლებლობა დაუდგეთ გვერდზე და მათ ვასწავლოთ და თავიდანვე შევქმნათ ის პირობა, რომ მათ არ იფიქრონ ქვეყნიდან გასვლაზე, მათ არ იფიქრონ სხვა რაღაც აზრები არ გაუჩნდეთ და დაეუფლონ ოჯახს, გააკეთონ თავიანთი საქმე, სახელმწიფო მიცეს და იპოთეკური იქნება ეს თუ რა შესაძლებლობა დემოგრაფიისთვის შეუქმნას, სწავლის პირობები არსებობს, სახელმწიფო სკოლებიც გვაქვს, ბაღებიც გვაქვს და ასე შემდეგ და ყველანაირი პირობა გვაქვს იმისათვის, რომ საქართველოში როგორც დემოგრაფიული, ისე საგანმანათლებლო პირობები იყოს იმ დონეზე, მაინც რომ შესაძლებლობა იყოს განვითარების და გამრავლების. არც ერთს ვაკეთებთ, ბოდის ვიხდი, არც მეორეს ვაკეთებთ და საერთოდ მოვკალით, ასე ვთქვათ, სახელმწიფო კი დგას, ვითომ, მაგრამ თაობა პრინციპში, რომელიც მზარდი უნდა იყოს, როგორ შეიძლება ქვეყანა ვართ, რომელსაც ამბიცია გვაქვს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ამდენი ჭრილობა გვაქვს, ამდენი პრობლემა გვაქვს და სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას. აი, შეიძლება ესეთი რამე არსებობდეს? და დაბერებადი ერის, ასე ვთქვათ, ისე მოვიაზრებით, როგორც აი დაბერებადი მაგრამ არა, გაახალგაზრდებულია სიკვდილიანობა ჩვენთან. საერთოდ, ეს კატასტროფა 65 წლის ადამიანი ზოგადად საპენსიო არის ჩვენი კანონმდებლობით და სტატისტიკაში ჩავიხედოთ და ვნახოთ 65-დან ის რომ გაახალგაზრდებულია სიკვდილიანობა საქართველოში, კიდევ რატომღაც მე დარწმუნებული ვარ, დამოკიდებულია იმაზე თუ რას მივირთმევთ, რას ვჭამთ, ის რომ არ კონტროლდება ეს კვების საკვები პროდუქტები და ბოლო დროს ყველაზე მეტად დაგვანახა ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა ძის პროდუქტებთან დაკავშირებულმა სკანდალმა იმის თაობაზე რომ რეალურად ეს სფერო საერთოდ მიშვებულია არ ვიცით რა ითვიკვებებით აკმაყოფილებს თუ არა ის კვებით ღირებულებას ვარგა თუ არა და საერთოდ რა შეფასება შეიძლება თქვენი მხრიდან გააკეთოთ იმიტომ რომ ალბათ როგორც ყველა თქვენს შეგეხოთ ეს პრობლემა არ ვიცი სხვა ბაზარზე არც არსებობს ჩვენ ყველა აი რძის პროდუქტებით გეტყვით უყურეთ როგორი სიტუაცია რამდენიმე წლის განმავლობაში 3-4 წელი გარკვეული სოციალური ქსელის საშუალებით მასმედიის წერდი ხოლმე და ვახმაურებდი აზრს რომ სახელმწიფოზე უმოქმედობა კლავს ვინაიდან ხედავდი რომ სახელმწიფო ბევრ რამეს არ აკეთებდა და დღეს უფრო მეტი აღარ კეთდება ვიდრე გუშინდელი გაშვებული შესაძლებლობები თუნდაც ამ კუთხით და სხვა კიდე უამრავ სფეროში და უმოქმედობა კლავს დღევანდელი ეს მდგომარეობა რაც კლინტის ამ სკანდალს შეეხება და რაც შევჭამე არ შევჭამე და მაპატიეთ მაგრამ ასე ჟღერდება და მოსამართლემაც მიიღო ამაზე გადაწყვეტილება, ბიზნესი ამაზე საუბრობს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ყველაფერი არის ზუსტადაც იმ უმოქმედობის შედეგი. კორუფცია მარტო ის არ არის, რომ მივიდე მოსამართლე იქნება თუ მოხელე ფული მივცე. კორუფცია ისიც, რომ არაფერს აკეთებ და ეს არაფრის გაკეთება ვიღაცის სასარგებლოდ არის, ხო? ანუ იგივე. ეხლა, როდესაც გამოცხადდა სურსათის უნებლობამ გამოაცხადა, რომ შემოვიდა აზერბაიჯანიდან რაღაც დაბინძურებული პროდუქტი და ეს ამოვიღეთო ქსელიდანო. ეს იყო შედეგი, ეს იყო იმ ჩვენი ჩხუბის და ჭიდაობის შედეგი, ასე ვთქვათ, რაც სკანდალი იყო იმ პერიოდში. და რატო? იმიტომ რომ თავიდან პირველი განცხადება, რაც გააკეთა, ყველაზე დიდი საზიზღრობა, მათი რა იყო? იყო რომ ამ პროდუქტს მოერიდეთ, არ იყიდოთ. აი კონკრეტულად რო გაჟღერდა. და მე რომ დავიწყეთ, რას ქვია ეს მთელ ქსელშია, მაშინ გეძინა სახელმწიფო რო ხარ. ანუ ეს იმ პროდუქტზე კი არ თქვა სახელმწიფომ, რომელიც ქვეყნის შიგნით იწარმოება და შეიძლება ვერ აკონტროლებდე რაღაც პროცესს. საზღვრები დღეს საქართველოში, საბაჟო სამსახური, ფიტოსანიტარიული სამსახური, სანებით სამსახური აბსოლუტური კონტროლის ქვეშ არის, სპეციალური ჩიტივე ჭიანჭველა ვერ გაივლის, ისეთი დანადგარები არის, აი თუ კი ვინმე ლარსზე, აზერბაიჯანში, სასუნხეთში, სარბში, საზღვრებში თუ კი არიან, ვერ გაივლის. ვერ გამოიტან ვერაფერს ისეთი რომ ვთქვათ რაღაც მავნე იყოს. როგორ აღმოჩნდა ის ჩვენს ქვეყანაში, ხო? ამიტომ ის იმპორტი, რაც იყო, ვისი ბრალია, რა შუაშია ბიზნესმენი.
ბიზნესმენს უნდა შემოიტანოს, გაყიდოს, შენ უნდა აკონტროლო ეს ყველაფერი და თავი ეს არის უმოქმედობის ბრალი, სახელმწიფოს პასუხი როგორ უნდა იყოს, ჩართულობა როგორ უნდა იყოს ამ დროს და პრევენციულად რა უნდა აკეთონ ხოლმე, უკაცესი მაგალითით უნდა დაისაჭოს ჩემი აზრით, სახელმწიფო უნდა აკეთოს თავისი საქმე და როდესაც დაუძლურდით, დავჩაჩანაკდით პარტიულ რაღაცებს ვართ გადაყოლილი და აბსოლუტურად მიგვავიწყდა ჩვენი ცხოვრების წესი, მიგვავიწყდა ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება, მიგვავიწყდა ჩვენი პატივისცემა ერთმანეთისადმი, მიგვავიწყდა სტუმარ მასპინძლობა ერთმანეთს, ადამიანებს ლუკმის საშუალების პრობლემა გაუჩნდათ უკვე სტუმრის, ასე ვთქვათ, სიძულვილი გაჩნდა რაღაც წილად, იმიტომ აღარ უნდა დრო არ აქვს, ასე შემდეგ და აი ეს არის მთელი ყველაფერი სამწუხაროდ, რასაც სახელმწიფო უნდა აკეთებდეს, ხელს გიწყობდეს და აი უნიათობით ბოდიში ჩემი ემოციებისთვის. კი ბატონო, უღრმესი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ ერთად იმედია მომავალში სამომავლო და იმ ყველაფრის შეცვლას შევძლებთ და უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნას მივაღწევთ და მოვახერხებთ. მადლობა სტუმრობისთვის. აკაკი ჩარგეიშვილი, ეკონომიკური სამართლის ანალიტიკოსი, სტუმრობდა გადაცემაში.